Mercedes SL-ში EDO 5-დან 0 ძრავი, რომელიც 324 ცხენიძალას გამოიმუშავება. ხოლო ამ ძრავის ტურბინირებული სპორტული ვერსია EDO Sauber Mercedes C9-ში, რომელიც 924 ცხენიძალას გამოიმუშავებდა და 1999 წელს ლემანსის 24 საათიან რბოლებში დაიკავა პირველი, მეორე და მეხუთე ადგილები. ამასთან, როდესაც რბოლა მორჩა და ინჟინრებმა ძრავი დაშალეს, ესეთი რაღაც თქვეს, ვციტირებ. ვერ წარმომედგინა, რომ უკვე ნამუშევარ ძრავს ვუყურებდი. ეს რაღაცა კიდევ 2-3 რბოლას ირბოლებდა, შემდეგ კი ქალაქში 500,000 კილომეტრს გაივლიდა. ანუ თითქმის უკვდავი იყო ეს ძრავი. წარმოუდგენელია, რომ ამას რამე დაუშაო თუ ძალით არ მოინდომებ. Porsche-მაც რა გააკეთა? აიღო ეს გენიალური ქმნილება და გატენა 124-ში. თუმცა, ეს ყველაფერი მარტივად არ მომხდარა. საქმე იმაშია, რომ 124 შეიქმნა საწვავის კრიზისის პერიოდში. ამის გამო, ეს ძარა გათვლილი იყო მაქსიმუმ 6 ცილინდრიან მწკრივ ძრავებზე. ანუ, საკმარისად განიერი არ იყო V-ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავებისთვის. სწორედ ამიტომ Porsche-ს აქ სერიოზული გადაკეთებები მოუწია რა. მაგალითად, გააგანიერეს ძრავის სივრცე. ძრავი მიწიეს მაქსიმალურად უკან, რომ რაც შეიძლება ცენტრისკენ ყოფილიყო წონა. შესაბამისად, აქ ვეღარ ჩატიეს უკვე აკუმულატორი და აკუმულატორმა გადაინაცვლა საპარკულში. ცვლილებები აქ არ დამთავრებულა, გააგანიერეს წინა მხარე სწორედ იმიტომ, რომ ძრავს მეტი ადგილი ჭირდებოდა და თან ახალი ძრავის პირობებში მანქანას უკეთესი აეროდინამიკისთვის უფრო განიერი ფორმები გამოადგებოდა. სალონში სავარძლები მოწიეს წინ, რომ გამშვების სისტემისთვის მეტი ადგილი დაეტოვებინა და ზოგადად შესაძლებელი ყოფილიყო V-ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავის გამშვების სისტემის გაყვანა ავტომობილის ძარაში და რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია, სავალი ნაწილი ძალიან გადააკეთეს. ახლა აქ რა ხდება რა? რა თქმა უნდა, Mercedes-მა შეინარჩუნა ის ლეგენდარული McPherson-ის დაკიდების სისტემა, რომელიც მას ჰქონდა წინ, უბრალოდ Porsche-მ ეს ყველაფერი აიღო და უფრო სქელი და უფრო გამძლე გააკეთა. რაღაცეები წამოიღეს W129-დან, იგივე SL-დან, იმიტომ რომ SL უფრო მძიმე ავტომობილი იყო და შესაბამისად მის 5-დან 0 ძრავზე იყო გათვლილი წინა სავალი ნაწილი, ხოლო უკანა მხარეს მეტი კრეატივი გამოიჩინეს. ამ მანქანაზე გადმოიტანეს 300T ვაგონის უკანა მხარის დაკიდების სისტემა, რომელიც იყო თვითრეგულირებადი. ეს კი ნიშნავს, რომ ბევრად უფრო უკეთესად იმართებოდა ეს ავტომობილი, ვიდრე ჩვეულებრივი 124 და მოსახვევშიც ფანტასტიკურად იდგა. საბოლოოდ ეს ავტომობილი გამოვიდა უფრო დაბალი და განიერი, ვიდრე სტანდარტული E-კლასი. 500i 23 მმ-ით უფრო დაბალი და 56 მმ-ით უფრო განიერია, ვიდრე სტანდარტული 124.